საათის განმავლობაში ქაჩო ბრაულერებს რაც შეიძლება მეტ თასზე. მოგესალმებით მეგობრებო, დაგმოვიდით მორიგი ბროულ სტარსის ვიდეოთი და დღეს ჩვენ გვექნება ესეთი ჩელენჯი რა. რაც 1 საათის განმავლობაში ქაჩავთ ბრაულერებს რაც შეიძლება მეტ თასზე. ეს იქნება სერიალებად დაყოფილი და იმედი მაქვს მოგეწონებათ ყველას მეგობრებო. მოდი დავიწყოთ უკვე ჩვენი პირველი ბრაულერი და ეს არ იქნება შელი. ეს იქნება მეგობრებო ფრენკი. 1 საათის განმავლობაში თასების აკაჭოში მეხმარებოდა ჩემი მეგობარი ნიკო, რისთვისაც უღრმესი მადლობა ამისთვის. ეხლა კი ჩაუჯექით ვიდეოს და არ დაგავიწყოთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა წავედით. თავდაპირველად შეგვეხვდა რა თქმა უნდა ბოტებთან და ძალიან მარტივად მოვიგეთ ყველა თამაში. დაწყებიდან სულ რაღაც დაახლოებით 10 წუთში უკვე ფრენკი 100-ზე ავიყვანე და მე მომცა თარჯობები რომლებიდანაც არაფერი არ დამიგდა. ავიღე ახალი ბრაულერი ნიტამ ტროფიურადიდან და ამის შემდეგ კი გავხსენი ბრაულბოლი და ფრენკი გავაძლიერე 7 ფაუერზე და შემდეგაც უყიდე ახალი გაჯეტი. Aki მომოტი 120.000 რეჟიმში გადაცავედი ბრონზაზე და მომცა პლეიერ აიქონები და გავხსენი ორი ახალი ბრაულერი რიკო და ელ პრიმო. აქ უბრალოდ შოპში შევედი და დავხვდა უამრავი ბოქსები, საიდანაც მარტო ტროფი ბოქსიდან დამიგდო ახალი სკინი და ეს იყო ფრენკზე. DJ ფრენკი, ულამაზესი ფრენკის სკინი. თასების მომატება რომ უფრო მარტივი გამხდარი იყო, გავაძლიერე ფრენკი ჯერ 8 ფაუერზე, შემდეგ 9-ზე და ვუყიდე ახალი star power-ი. უამრავი ბრაულერი ავიღე ამ 1 საათის განმავლობაში. თასების მომატება უფრო და უფრო ძნელდებოდა, არა იმიტომ რომ უფრო ძლიერი ოპონენტები ხდებოდნენ, არამედ აი ესეთი რენდომების გამო ხდებოდა უფრო ძნელი თასების აკაჩვა. სულ რაღაც 9 საათში 500 ავკარგეთ, გადავედი სილვერზე და ავიღე ფრენკის ულამაზესი პინები. შემდეგ გადავწყვიტეთ რომ 500 ზევით აკაჩვა გაგვიგრძელებინა შოუდაუნზე, რადგან სულ რაღაც 10 წუთი გქონდა დარჩენილი და შოუდაუნზე ფიქრობდით რომ უფრო გაგვიმარტივდებოდა აკაჩვა.
გავიდა ჩვენი 1 საათი და ამ 1 საათის განმავლობაში ავიყვანეთ ფრენკი 6-19-ზე, რაც არ არის ცუდი შედეგი. შემდეგ კიდე გამოვედი და ავიღე უკვე სტარდროფები მეგა quest-დან, საიდანაც დამივიდა მარტო მითიკი და მაიქედანაც მარტო player icon-ი. შემდეგ უკვე გადავედი Brawl Pass-ზე და Brawl Pass-ის ბოქსების გახსნას არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ვაფშე არაფერი არ დამიგდო, მარტო გაჩვენებთ PowerPoint-ებს, coin-ებს და კრედიტებს, საიდანაც ავიღე ბო და რა ვიცი, მოკლედ მეგობრებო, ნელა უკვე დასასრულს მივახვილა ჩვენი ვიდეო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, მე კი გემშვიდობებით მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის. Adiós.